რატო ჩანს დღეს ისე რომ თითქოს ოპოზიციას ძალა არ აქვს და არ შეცდომა. ეს პატრიოტული რიტორიკა მთლიანად ოცნებას დაუტოვა. დღეს ევროპული ღირებულებები ამ ქვეყანაში დავიდა მხოლოდ LGBT უფლებებზე და არ არის ეს ბევრი რაღაცა არის, ხო? და ეს ძალიან კარგად გამოიყენა შემდეგ ქართულმა ოცნებამ. პარტიის გადაწყვეტილება იყო შესვლა ამ ალიანსში და ყოფნა, იმიტომ რომ ნაციონალურ მოძრაობას წინააღმდეგი იყავი. მე ვამბობდი ხა მე ვერ ვიტყვი რა ესე რაღაც, ნუ ხო ესე გამოდის როგორ წარმოუდგენია რომ ადამიანები რომლებიც არ აღიარებენ მიხეილ სააკაშვილს იმით შეიძლება რომ რაღაც ანუ ეგ არის პრობლემა მიხეილ სააკაშვილის რომ მას უნდა რომ აღიარონ ის ლიდერად. არა ზოგადად მიხეილ სააკაშვილს კი არ უნდა ლიდერი ესე ჩანდა იმ პოსტერიდან რომ მე ამდენი ის მხარდაჭერა თქვენ არაფერი გაგიკეთებიათ მე ისა და ანუ თითქოს ის წარმოაჩენს რომ მე ვარ აქ თავარი მოთამაშე. იმედი ბოკერიას და სხვებს ეუბნება რომ თქვენო ივანიშვილის დავალებით გამიყავით პარტიაო და გილაურიო ივანიშვილის დავალებით აფინანსებდა ახლებსო და თუ ივანიშვილის დავალებას ასრულებდნენ მაშინ მათ როგორი პარტნიორები ხო? განსხვავებით მელია თავისით არ წასულა ხო ეხლა კაც თავმჯდომარე იყო და შიდა გადატრიალება მოუწოდა. დავიწყოთ ამ თემით. აი ამ თემით დავიწყოთ მელიასთან დაკავშირებით. ამ ალიანსებში შენი პროგნოზი როგორია ეს ალიანსი გაძლებს არჩევნებამდე? ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს მე რასიზმს ეს ალიანსი. ჩემი პატრიოტიზმი ყველას, მაგრამ პრეს კონფერენციებით ჩატარებული მის ბრძოლის ხაზის და ბრძოლის ველის მე არ მიჯერა. აბა რას უნდა აკეთებდნენ? ხალხთან უნდა იყვნენ. მოგესალმებით. მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტკალაკი. დღეს გადაცემაში ოპოზიციურ ალიანსზე ვისაუბრებთ. როგორც იცით, ეს ალიანსი რამდენიმე თვისი შეიქმნა და მასში 9 ოპოზიციური პარტია გაერთიანდა. თუმცა ვერ ვიტყვით რომ ალიანსი ერთიანობის დემონსტრირებას ახერხებს, რადგან უკვე ორჯერ დაუპირისპირდნენ იქ შემავალი პარტიები ერთმანეთს ღიად. ბოლო ასეთი დაპირისპირება მოყვა სააკაშვილის პოსტს, სადაც ის თავის პარტნიორებს ძველ ცოდვებს ახსენებდა. ამას ალიანსის მხრიდან განცხადება მოყვა. შემდეგ უკვე დაიწყო სააკაშვილის პოსტები ერთმანეთის მიჯრით და თითქმის ყოველდღე ის თავის კოლეგებს აკრიტიკებს და ძველ ცოდვებს ახსენებს. სააკაშვილი ფაქტობრივად ოპოზიციის ოპოზიციად იქცა. რა აზრი აქვს ასეთ ვითარებაში ალიანსის არსებობას? რამდენად შეუძლია ასეთ ვითარებაში ალიანს ერთიანობის დემონსტრირება და რამდენად შეუძლია ასეთ ალიანს ქართული ოცნების დამარცხება? ამ და სხვა საკითხებზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემაში და ჩვენი სტუმარი იქნება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ანი წითლიძე. მოგესალმებით, ანი. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ნუ ძირითადად დღეს ვისაუბრებთ ოპოზიციაზე, ოპოზიციაში არსებულ პრობლემებზე და ბრძოლის მეთოდებზე, ანუ რა უნდა გააკეთოს ოპოზიცია და საერთოდ რატო ჩანს დღეს ისე რომ თითქოს ოპოზიციას ძალა არ აქვს და არ შესწევს. ნუ ის ბევრი ასე უყურებს ამ საკითხს და პრინციპში ასეც არის, რომ ამ ეტაპზე ხა ოპოზიციის გამარჯვების დღეს არავის არ სჯერა. ოპოზიცია ძალიან სუსტად გამოიყურება. არ ვიცი, შეიძლება არ მეთანხმები შენ, მაგრამ თუ მეთანხმები, მაშინ რა არის მიზეზი ამის? მოგესალმებით. მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ რეჟიმის პირობებში ოპოზიცია ყოველთვის გამოჩნდება სუსტად. რეჟიმი მართავს ამ ქვეყანას. მე ბევრჯერ მithქვამს და გავიმეორებ, რომ ოპოზიციას თავისი სუბიექტური და ობიექტური გამოწვევები აქვს. ხა იმ პირობებში, როდესაც პოლიტიკური პატიმრები ყავს ამ ქვეყანას, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია, როდესაც არ არსებობს, აი ტროტუარზე დგომის გამო ადამიანებს აკავებენ, როდესაც არ არსებობს თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო, როდესაც სამართალს ვერ პოულობ ვერსად, როდესაც ოლიგარქი მართავს რეჟიმს და 14 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა ის შეძლო, რომ ჩაიგდო ხელში სახელმწიფო ინსტიტუტები, აი ამ პირობებში პოლიტიკური ლიდერები არიან ციხეში, ხო? 80% ალბათ პოლიტიკური ლიდერებიდან არის ციხეში. აი ამ მოცემულობაში ახლა ვიღაცას უკვირდეს ის, რომ ოპოზიცია კიდე სუსტია და რაღაცას ვერ ახერხებს, არ მგონია ეს სწორი, იმიტომ რომ ეს არის ობიექტური მოცემულობა, რაც არ შეიცვალა წლების განმავლობაში. არა, გავაგრძელებ ახლა ობიექტური მიზეზი, ეს ობიექტური მიზეზებია ახლა რაც ჩამოთვალე და არის კიდე სუბიექტური მიზეზები, რომელიც მიუხედავად აი ამ ფაქტორებისა, ახლა რაც ვთქვი, ჭირდება ოპოზიციას, რომ გადალახოს და იპოვოს საკუთარ თავში რაღაც კიდევ ერთი ძალა იმისი, რომ უფრო აქტიური იყოს ამ ბრძოლაში. ხა ჩვენ და გავიხსენოთ მაშინ ესეთ მოყვებით მერაბ რა ფაზა გაიარა ხა ოპოზიციამ და ამ ქვეყანამ და ხალხმა ოპოზიციასთან ერთად, იმიტომ რომ არ არის ეს განცალკევებული ამბავი, ხო? ხა 14 წლის განმავლობაში ჩვენ რო არ შევხედოთ წინა წლებს, ბოლო წლების განმავლობაში დაკავებები დარბე პოლიტიკური პარტიები საერთოდ რა ოპოზიციურ საუბრობთ ახლა სიძლიერეზე თუ სისუსტეზე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში არის სარჩელი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ, სადაც აი როადარებენ ხოლმე ხშირად უნგრეთს და მადიარს როადარებენ და აი რაღაც იქიდან როგეუნებიან რომ იქიდან მაგალითი გადმოიღეთ, ახლა ორბანი არ ყოფილა დიქტატორი,
ორბანს პოლიტიკური პარტიების აკრძალვა თავში არ მოსვლია და ორბანს რუსული კანონიც მაინც შეუზღუდა ევროპულმა სასამართლომ, ვერ შეძლო მისი განხორციელება. ასევე პოლიტიკური პატიმრები არ ყოლია და ბევრი სხვა ფაქტორი არის, ხო? ხა ჩვენ ეს მოცემულობა გვაქვს, ამ მოცემულობაში ოპოზიციას თავისი ობიექტური გამოწვევა ეს მოცემულობა შეიძლება წლები არ შეიცვალოს. მაგრამ ოპოზიციამ ყველა მოცემულობას თავისი სტრატეგია ჭირდება. ნახეთ, ოპოზიციამ უნდა დაინახოს და თავის თავში პირველ რიგში უნდა გაანალიზოს ყველა ის შეცდომა, რაც 14 წლის განმავლობაში ამ გზაზე ოპოზიციას ჰქონდა. ეს უნდა გაანალიზოს ისე, რომ საკუთარი ბევრი იყო და ბევრი ჩამოთვლა შეიძლება. მაგალითად 2024 წლის საარჩევნო კამპანია არ იყო ის საარჩევნო კამპანია, როგორც უნდა ქონოდა რუსულ რეჟიმთან მებრძოლ ოპოზიციას. ბევრი მიზეზის გამო, თუნდაც იმიტომ, რომ ოპოზიციის რაღაცა სტრატეგია ყველასი ამ შემთხვევაში ქართული ოცნების ამომრჩეველზე უფრო მეტად ნაციონალური მოძრაობის გაჯიჯგნა იყო და ეს ჩვენ ამაშინაც ვამბობდით, რომ ეს არ იყო ის, რაც საერთო გამარჯვებამდე მიგვიყვანა და საბოლოოდ მაინც ივანიშვილმა შეძლო, რომ ეს არჩევნები წაერთმია. ხო, ბევრი რაღაცა იქ ომის თემაზე არ საუბარი, რაღაც ტრადიციული ტრადიციებზე საუბარი და ტრადიციული ღირებულებები, აი ეს ველი მიშამ დაწერა და აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ მთლიანად რომ მას დაუტოვა, ოცნებას დაუტოვა, ეს პატრიოტული რიტორიკა მთლიანად ოცნებას დაუტოვა, ბევრი რაღაცა, ხო? ანუ რეალურად ევროპული ღირებულებები, ეს არ არის მარტო ოპოზიციის პრობლემა, ეხლა მათ შორის ვიტყვი, რომ სამოქალაქო სექტორისაც, ხო, რომელსაც ყველაზე დიდი წვლილი უნდა ქონოდა, ეს რომ დღეს ევროპული ღირებულებები ამ ქვეყანაში დავიდა მხოლოდ LGBT უფლებებზე და არ არის ეს ბევრი რაღაცა არის, ხო? და ეს ძალიან კარგად გამოიყენა შემდეგ ქართულმა ოცნებამ. ამიტომაც ბევრი პრობლემა და ბევრი შეცდომა ერთად ქონდა. ეგოები მათ შორის, რასაც მე პოლიტიკურ პროცესს მთელი ამ წლების განმავლობაში ვუყურებ, რომ როგორც ბოლო კამპანიის დროს განსაკუთრებით ჩანდა, რომ ძალიან ხშირად თავარი ფოკუსი ავიწყდებოდათ ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, რომ თავარი ფოკუსი იყო ბიძინა ივანიშვილი და არა ერთმანეთთან კონკურენცია. ეხლა მე მახსოვს ხალხი სამეგრელოში იმას უფრო ზეიმობდა, რომ ნაციონალურ მოძრაობაზე უფრო მეტი 0.1% დაუწერა ბიძინა ივანიშვილმა, თორემ ის რომ ბიძინა ივანიშვილი იყო. ან თქვენ კოალიციას გულისხმობთ, ხო, ხა მათ შორის მელია გვარამიას პარტია. კი, რა თქმა უნდა. ყველას ძირითადად თქვენ წაგართვათ ამ მომრჩეველს. კი, იცი რა, ესე არ ვიტყოდი, ბევრი ფაქტორი იყო მან, თუმცა მე არ უყურ. ჯერ პირველ რიგში რა ხომ მაგარჩენებს არავინ არ აღიარებს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ეს ერთი. მეორეც 0.1% რაც დაისვა, ესეც გასაგები მიზეზების გამო იყო, ხა გილაურის ამ ყველაფერში ყოფნა და ასე შემდეგ, რასაც ნიშნავდა და პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ბიზნესთვის, რომ ეგ განსხვავება 0.1%-ից ვიღაცების სასარგებლოდ ყოფილიყო, მაგრამ ეხლა ამას მე არ უყვები გულწრფელად მე რაღაც ნიშნის მოგვებით. მე მესმის ძალიან კარგად, მიუხედავად იმისა, რომ მე გამოვირჩევი ესეთი რიტორიკით და ხშირ შემთხვევაში მიეჩნიათ, რომ უხერხული პარტნიორი ვარ ხოლმე, იმიტომ რომ შემიძლია რომ პოლიტიკაში რომ შემიძლია რომ ესე რაღაცა ვთქვა ისეთი რაღაცაები ისგანაც პოლიტიკური სპექტრი თავს იკავებს, მაგრამ მე ვთვლი რომ სანამ ამაზე ყველაფერზე არ ვისაუბრებთ, სანამ ამ ყველაფერს არ გავაანალიზებთ, ვისადრა მაშინ ამაზე მადამდე საუბრა ოპოზიციას ვიდრე ალიანსს და ერთად დგომას გადაწყვეტა. ეხლა ალიანსი შეიქმნა და გამოვიდა რომ ალიანსი შეიქმნა და ეხლა დაიწყო თითქოს გარჩევა. ალიანსთან დაკავშირებით ცოტა სხვა რაღაცა მოხდა, უბრალოდ ეხლა ეს რო დავასრულოთ, რომ აი ამ პრობლემების და აი ამის გაანალიზება გჭირდება. იმის გაანალიზება გჭირდება, რატო ვერ მივახციეთ, რა იყო ეს ძირითადი გამოწვევები, რასაც ვერ უპასუხა ოპოზიციამ იმ ობიექტურ გამოწვევებთან ერთად, ხო? მე რაც ჩამოთვალე ეს მიზეზები მგონია, მათ შორის ის მგონია, რომ როდესაც რეჟიმი მართავს ქვეყანას, ეხლა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ხალხთან პოლიტიკოსის ურთიერთობა არის გადამწყვეტი. განსაკუთრებით, როდესაც დემოკრატიული ქვეყანა კი არა, ოლიგარქიული მმართველობა გაქვს და რეჟიმი გაქვს. შენ თუ ხალხი მხოლოდ ტელევიზიით გნახულობს და შენ თუ მხოლოდ სოფლების გადასაყრდნად ჩადიხარ რეგიონში. ამას ვინ დაგიშალათ 2024 წლის არჩევნების წინ? მე არ ვსაუბრობ ეხლა ამ წუთას, ჩვენ ხო ვსაუბრობთ საერთო ოპოზიციურ ამბავზე. მე ამ წუთას ჩემს პარტიაზე ყველაზე ნაკლებად ეხება ეს ამბავი. იმიტომ რომ თუ ვინმეს მოდება რეგიონებში აქვს და ეს აქტიური კომუნიკაცია ქონია ამ წლების განმავლობაში საკუთარ ამომრჩეველთან და არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა ნამდვილად არის, მაგრამ ყველას თავისი გამოწვევა ქონდა, ხო? ნაციონალური მოძრაობის გამოწვევას ბევრი იყო, უბრალოდ ამ გადაცემის ფორმატში, მაგას ალბათ ცალკე გადაცემა უნდა ზოგადად ნაციონალური მოძრაობის გამოწვევებზე კიდე ცალკე, მაგრამ
ნუ ესე, ეხლა ალიანსთან დაკავშირებით ცოტა სხვა რაღაცა იყო, მე ჩემი პირადი პოზიცია ამ შემთხვევაში ჩემი პარტიის პოზიციას არ ემთხვევა, მაგრამ ნუ პარტიის გადაწყვეტილება იყო შესვლა ამ ალიანსში და ყოფნა, იმიტომ რომ ნაციონალურ მოძრაობას წინააღმდეგი იყავი. მე ვამბობდი ხა მე ვერ ვიტყვი რომ ესე რაღაც, ნუ ხო ესე გამოდის, იმიტომ რომ მე ჩემი არგუმენტები მქონდა, არა იმიტომ რომ მე რაღაც ერთობის არ მჯერა და ასე შემდეგ, მე მჯერა მართალი ადამიანების ერთობის და მჯერა ერთობის, როდესაც ყველა საკითხი გარკვეულია, რაზეც კითხვები არსებობს და ყველა მიცის მე რა უნდა აკეთოს და ყველას ერთმანეთის თვალებში შეხედვა არ უჭირს. აი ესე შემთხვევაში მჯერა ერთობის და ეს მგონია გამარჯვების ფორმულა. ეხლა რაღაც უბრალოდ ერთობისთვის რო იქ ვიღაცას ვანახოთ რომ სადღაც ერთობაში ვართ, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, ამას ხალხი ყველაზე კარგად გრძნობს. მე ეს არგუმენტი მქონდა. და ვთვლიდი რომ ეხლა არ იყო ის პერიოდი, ეხლა ბრძოლის წინა ხაზზე ვარ და ეხლა არ იყო ის პერიოდი, რაღაც საარჩევნო კამპანიაში ხო არა ვართ, რომ სადღაც რაღაცნაირად რაღაც გაერთიანება გჭირდებოდეს. პარტიის პოზიცია იყო განსხვავებული და მიხეილ სააკაშვილი და საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება მიიღო პარტიამ. შემდეგ ეხლა ცოტა ესე რომ ვთქვა, ცოტა საბავშვო ბაღია ეხლა რაც ხდება, იმიტომ რომ ალიანსის, რომლის მთავარი მიზანი და ანონსებული არის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, იცლის იმისთვის, რომ რევიზია მოახდინოს სააკაშვილის პოსტების, საწერტილი დაწერა, სამძიმე დაწერა, სად ვიღაცა იგულისხმა, არ იგულისხმა, მიუხედავად იმისა, რომ განმარტა თავის მეორე პოსტში, რომ იგულისხმა ყველა და არა კონკრეტული ადამიანი. მე ამაზე ხა ალიანსის 5 განცხადებიდან 2 ნაციონალური მოძრაობის დაგმობა იყოს, ეს არ არის სერიოზული, არ არის ჯანსაღი და ეს ამ ბრძოლას არ ეხმარება უბრალოდ. ხო, მაგრამ მიშამ დაიწყო, ხო, ეს ყველაფერი თავისი პოსტი. არის რა დაიწყო, აი მაგას რა რომელი პოსტით, სადაც ვიღაცა ჩათვალეს, ხო და სადაც ვიღაცა რა იყო მაგ პოსტში პრობლემა? ნუ პრობლემა არ იქ რომ იქ იყო რაღაც მელიაზე თავდასხმა, ასე არ იყო. ტყუილი დაწერა, ტყუილი არაფერი არ დაუწერია, ხო, მაგაზე ყველათან ხდება, რომ ტყუილი არაფერი არ დაუწერია. ეხა ვინ იგულისხმა თვითონვე განმარტა თავის მეორე პოსტში. და თქვა რომ ყველას გულისხმობდი მან და ერთ კონკრეტულ ადამიანს და მელიას არ გულისხმობდი მარტო, ყველას გულისხმობდი მაგ ამბავშია, ხო? ხა თუ განმარტო იყო სიტუაცია, შემდეგ ალიანსის ეს განცხადება საერთოდ ვთქვი რომ არაპროპორციული იყო და არარელევანტური მაგ ყველაფერს რომელიც საბოლოოდ გამოიწვია ის რაც გამოიწვია, ხო? თან ეს ხო არ არის მარტო ის მიშამ პოსტი დაწერა, მე ალიანს ხო დამოკიდებულებას ანახებს რეალურად, ხო? ხა მარტო იქ სადაც ნამდვილი თანამშრომლობისკენ არიან ადამიანები მოწადინებული, ყოველთვის შეიძლება რომ რაღაცაზე შესაბამისი რეაქცია გქონდეს, ხო? ეს ანახებს უბრალოდ დამოკიდებულებას იმისას, რომ ვფიქრობ რომ ალიანს არ უნდა ეპასუხა ამ პოსტისთვის. ხო, ნუ იქ ხო ალიანსის განცხადება, ხო აი ნახე მერაბ, ამას უყურებენ საქართველოს მოქალაქეები. საქართველოს მოქალაქეებს ვინ რა პოსტი დაწერა, მე რა უპასუხა ალიანსისგან, რომელსაც დაანონსებული აქვს, რომ ბრძოლის წინა ხაზზე უნდა ვიყოთ რეჟიმთან, საერთოდ არ აინტერესებთ. დღეს ალიანსი უნდა საუბრობდეს სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, იმაზე, რაც საქართველოს მოქალაქეებს აწუხებთ, იმაზე, როგორ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა, რა უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად იმისთვის, რომ რეჟიმი დავამარცხოთ, როგორ უნდა დაუბრუნოს საქართველოს მოქალაქეებს იმედი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში და გამარჯვების იმედი დაუბრუნოს და ეს ხალხი ისევ ბრძოლის განწყობაზე მოიყვანოს. ეს უნდა იყოს ახლა მთავარი საკითხები, რაზეც უნდა მიდიოდეს მთელი კამპანია. მე მიშაც აყვაყვა და აღარ გაჩერდა პოსტებზე აცხობს და ესე გამოდის რომ ოპოზიციის ოპოზიცია გახდა თვითონ. მოდი რაღაცას გეტყვი, მიშას პოსტი რო გაუკვირდათ, მიშას პოსტი რო გაუკვირდათ ვიღაცაებს და თუ მიხეილ სააკაშვილზე მოსულა 14 წლის განმავლობაში დანის ჯგუფში ჩარტყმა. თუ მიხეილ სააკაშვილზე მოსულა რომ ვისაც არეზარება და ვისაც რა ვიცი ამ ქვეყნისთვის აგურზე არ დაუდია იმის ძახილი რომ მიშა ერთპიროვნული მართველი არის იქ დიქტატორია და არ გავიხსენებ ახლა ხო ოპოზიციურ სპექტრში მას შორის მის სამართით განცხადებები რაც ყოფილა ამ 14 წლის განმავლობაში და ბოლო წლების განმავლობაშიც ანუ თუ მიხეილ სააკაშვილზე და ნაციონალურ მოძრაობაზე შეიძლება ეს ყველაფერი და ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია ითმინოს ეს ყველაფერი და ითმინა ამ წლების განმავლობაში მიშას პასუხი რატო არის ეხლა უკვე ალიანსია შეთანხმებულია თამაშის წესები და უკვე სხვა სიტუაცია ხო ვიდრე მან თამაშის წესი რა არის რომ ამ ალიანსის და ვინ დაესხა თავს დასასრულებ თავი სააკაშვილის ბოლო პოსტები არის ოპოზიციის კრიტიკა არა ეს მას შემდეგ ახლა რაც ის განცხადება გაკეთა რა განცხადებაც გაკეთდა ხო შეთანხმებული თამაშის წესები უკაცრავად მაგრამ არ ნიშნავს იმას რომ ვიღაცასაც ცენზურა დაუწესო და თან ცენზურა დაუწესო მიხეილ სააკაშვილს და უთხრა რომ შენ არაფერი არ უნდა ილაპარაკო და ის პოსტი არ ვიზე ვსაუბრობთ თან ვსაუბრობ ადამიანზე რომელიც ყეობაშია და რომელსაც იმის შესაძლებლობა არ აქვს რომ საკუთარ ოჯახის წევრებს ეკონტაქტოს
უბრალოდ ხო? აღარა კიდე 5 მაგიტყვეობა დაუწესოთ, რომ პოსტები არ წეროს და განცხადებები არ გააკეთოს და თან კიდევ ერთხელ ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა ყველა იმ ადამიანს მე პირველივე დღიდან ვამბობდი, რომ თხილი ოპტიმიზმით უყურებ ამ ალიანსს და შეგნებულად ვამბობდი ამ სიტყვას, იმიტომ რომ ბევრი ერთობა მინახავს და ბევრი ალიანსი მინახავს. ვთქვი, არ ჯერა ამ ალიანსს. ნუ მე შემიძლია ესე ვთქვა, რომ მე გულშემატკივრობ ყველა ერთობას, მათ შორის ამ ალიანსსაც, გულწრფელად გულშემატკივრობ, თუმცა ჩემს პოზიციაში ვჩები უცვლელი და განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდის მოვლენება ეს მანახა და იმედი მაქვს, რომ ეს ბოლო მოვლენები ალიანსს მისცემს შესაძლებლობას მათ შორის, რომ გადაანალიზოს ის, რაც მოხდა და მიხვდნენ, რომ ერთმანეთთან ბრძოლა და მიხეილ სააკაშვილთან ბრძოლა არ არის ის, რაც ამ ალიანსს რამეს შემატებს. თორე ეხლა ჩვენ ნაციონალური მოძრაობა არც რაღაც დემარშს ვაპირებთ, როგორც მიშა თქვა, არც რაღაც იმას ვაპირებთ, რომ რაღაცაში არ ვიყოთ, ყველგან ვიქნებით, სადაც იქნება ერთობა, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ ასაგებია თუ ერთობაში ყველა რჩება იმის გამო, რომ მე არ გამოვიდე ერთობის დამღვევი, ეს საქმეს არ წაადგება, ხო? ახლა მარტო ეს თუ არის მოტივი, რომ აი მე არ დამბრალდეს, რომ მე დავშალე ალიანსს. მე აი საქმეს რა წაადგ, მოდი ცოტა უფრო მე ხა ნახეთ რაღაც ეს პოლიტიკური ეს არ მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ყველაფერზე რაც გულწრფელად მაწუხებს ხოლმე ყოველთვის, რომ ბევრი უფრო გულწრფელად ვილაპარაკო, მაგრამ ვეცდები რომ მეტნაკლებად გულწრფელი ვიყო. ხო, იმიტომ რომ ვითვალისწინებ ძალიან ბევრ ადამიანს ჩემი პარტიის შიგნით და ჩემი პარტიის გარეთაც. მაგრამ ხო ან როცა საუბრობთ რაღაც ქმედითობაზე და იმაზე რომ ფორმალური არ უნდა იყოს ამ ალიანსში შესვლა, გამოსვლა და ყოფნა, მაშინ იმაზეც უნდა ვისაუბროთ, რომ ყველა პარტიას პატივცემ, მაგრამ იმ ალიანსში არიან ახლა პარტიები, ჩემი დიდი პატივისცემა მათ და პოლიტიკური პროცესისთვის ყველა მათგანი მნიშვნელოვანია, მაგრამ რა ვიცი ხა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და მისი თავმჯდომარე, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, ხო? გიგი წერეტელი და კაკო ბობოხიძე ევროპული საქართველო, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ ახლა რო შეადარო ნაციონალური მოძრაობის წონას და მიხეილ სააკაშვილის წონას დიდი განსხვავება არის, ხო? და ხმების მიხედვით მათ შორის, ანუ ფორმალური აი იმ პარტიებიდან, იმ რო პარტიიდან საარჩევნო ელექტორატის მიხედვით ვართ ჩვენ და ახლები. აი ვინ არის სხვა? და აქ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიასთან ეუბნები, რომ შენმა ლიდერმა ვისი პერსონალური ხმებიც არის ნაციონალური მოძრაობის ხმების დიდი უმრავლესობა, მე რა რომ შენ ხმა არ უნდა მოიღო, შენ არანაირი რეკომენდაცია არ უნდა ისე, უბრალოდ უნდა იყოს დეკორატიული. აქ საუბარია რომ თავდასხმა არ უნდა იყოს ურთიერთი ეს ერთი და მეორე რადგან შედგა ეს პარიტეტზე ალიანსი, აღარ უნდა იყოს ლაპარაკი მე მეტი ხმა მაქვს შენაკლები ხმა პარიტეტია. არა, მოდი იმაზე შევთანხმდეთ, რომ მე ხა ის იმ პოზიციას ვერ დავიცავ, რასაც მე თვითონ არ მჯერა და ჩემი პოზიცია თავიდანვე არგუმენტები მქონდა მეთქი, რომ ამ ალიანსში ჩვენ არ უნდა ყოფილიყავით, იყო ბევრი რაღაც, მათ შორის ის რასაც ახლა ვსაუბრობთ, ხო? ამიტომაც მე ვთვლი, რომ არ იყოს სწორი ნაციონალური მოძრაობის თავიდანვე ყოფნა ამ ალიანსში, ნაციონალური მოძრაობის გზა, მე რო ეს უფლებამოსილება პარტიაში მქონდეს, მე სხვანაირად უყურებ და იციან ჩემი პოზიცია პარტიის შიგნითაც და იცის მიხეილ სააკაშვილოს, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა შეეშვას ამ გამოგონილ რაღაცა ერთობებს და ალიანსებს. ნახე, ჩვენ ხო ცვალებად პოლიტიკურ გარემოში ვართ, ეხლა რა იქნება, როდესაც კონკრეტულ დისტანციამდე მივალთ, ეს უკვე სხვა რაღაცა არის, რა პოლიტიკური მოცემულობა იქნება, ხო? თუ მოვიპოვებთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში ვინ როგორ გავა, კიდე სხვა ამბავი არის, მაგრამ ამ წუთას ნაციონალური მოძრაობის და მანამდე ყოველთვის ვიქნებით აი ამ რაღაცა ხელოვნურ ამბებში და ყოველთვის ვიქნებით ჭიდილში. ნაციონალური მოძრაობის გზა უნდა იყოს ის, რომ ნაციონალურ მოძრაობას ამ ეტაპზე უნდა შეეშვას ამ რაღაც ერთობებს, უნდა იზრუნოს იმაზე, რომ გაძლიერდეს თვითონ საკუთარი აუმჩევლის მაქსიმალური მობილიზაცია უნდა შეძლოს, თავისი მებრძოლი აქტივის მობილიზაცია უნდა შეძლოს, იმიტომ რომ არ არის ახლა არც ერთი პარტია ხო არ არის ახლა ნორმალურ მდგომარეობაში, გაუქმების პირას რო არის და აკრძალვის პირას რო არის და ფინანსური წნეხის ქვეშ რო არის და პოლიტიკური ლიდერები რო ციხეში არიან, ხო? მაგრამ ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა შეძლოს, რომ თავისი გზა გაამყაროს და თავისი გზა კიდევ ერთხელ განსაზღვროს. მე ვფიქრობ, რომ ნაციონალური მოძრაობისთვის ახლა არის უნიკალური პერიოდი, როდესაც ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია, რაც არაერთხელ გაუკეთებია, ეხლა შეუძლია 14 წლის განმავლობაში მის წინააღმდეგ გაგროვილი ყველა მითი და 9 წლის განმავლობაში დაანგრიოს და საერთოდ სხვა სახე ანახოს საქართველოს მოქალაქეებს. 14 წელი ვერ გააკეთა ეს ნაციონალური მოძრაობა. არა, 14 წელი ვერ გააკეთეს, ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ საერთოდ ნაციონალური მოძრაობა რო არსებობს, აქამდე მოვიდა და ივანიშვილმა ვერ დაამარცხა და ვერ გათელა და დღეს ვართ ნაციონალურ მოძრაობაში ადამიანები, ეს და ყავს ამომრჩეველი და არის მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ციხეშია, ეს უკვე ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებაა, მაგრამ ეს ვერ იქნება სრულყოფილი გამარჯვება.
გამარჯვება მანამ სანამ ეს ქვეყანა არ იქნება გამარჯვებული და რეჟიმი მართავს ამ ქვეყანას, ხო? მაგრამ ამ 14 წლის განმავლობაში რომ მეკითხებით როგორ შეუძლია ამ 14 წლის განმავლობაში ძალიან ბევრმა ადამიანმა მათ შორის ბოლო არჩევნების შემდეგ დაინახა ერთი რამე და მე ბევრ ადამიანს რო ვეკონტაქტები მათ შორის ისეთ ადამიანებს ვინც ნაციონალური მოძრაობის აღმომჩევლები არ არიან ძალიან ხშირად მეუბნებიან, რომ იცი რა, აი საერთოდ ნაციონალური მოძრაობისთვის ხმა არ მიცია, მაგრამ ამ ბოლო პროცესებმა ანახა, რომ თუ კიდე ვინმე არის ნაციონალურ მოძრაობაში მართალი, თუ ვინმე ნაციონალურ მოძრაობაში, თუ ვინმე ოპოზიციურ სპექტრში არ გაყიდულა, თუ ვინმე დარჩა პრინციპების ერთგული, ეს ნამდვილად არის ნაციონალური მოძრაობა. ამიტომაც ეს პოტენციალი ნაციონალურ მოძრაობას აქვს და ნაციონალურ მოძრაობამ თავისი გზა უნდა ეძებოს ამაში და შემდეგ უკვე, როდესაც კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება, შემდეგ შეუძლია ხო კონკრეტული პოლიტიკური მოცემულობის შესაბამისად ისაუბროს იმაზე, ვინ სად იქნება და როგორ იქნება. ხა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ მე რა, ან ვინმეს როგორ წარმოუდგენია, რომ ადამიანები, რომლებიც არ აღიარებენ მიხეილ სააკაშვილს, იმით შეიძლება რომ რაღაც ანუ ეგ არის პრობლემა მიხეილ სააკაშვილის, რომ მას უნდა რომ აღიარონ ის ლიდერად. არა, ზოგადად მიხეილ სააკაშვილს კი არ უნდა ლიდერები. ესე ჩანდა იმ პოსტებში რომ მე ამდენი ის მხარდაჭერა თქვენ არაფერი გაგიკეთებიათ მე ისა და ანუ თითქოს ის წარმოაჩენს რომ მე ვარ აქ თავარი მოთამაშე. ლიდერებს არ აღიარებენ ასე ვთქვათ, რაღაც კონკრეტული პარტიის თავმჯდომარეები რა, ლიდერად უნდა გაღიაროს ხალხმა და ეს სახალხო აღიარება მოსწონს თუ არ მოსწონს ვიღაცას მიხეილ სააკაშვილს აქვს ბუნებრივად. ამიტომაც ეს არ არის დამოკიდებული ოპოზიციური ალიანსის აღიარებაზე ან არაღიარებაზე. ბუნებრივად ასევე მიხეილ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას ყავს იმაზე მეტი ამომრჩეველი, ვიდრე 8 პარტია რო შეკრიბა ხა იქ ყველა. ესეც ბუნებრივად, ხო? ხო, მაგრამ ბოლო არჩევნებზე ახლებმა მოგიგეს. მაგაზე კიდევ ერთხელ გაგცემთ მაგაზე პასუხს, რომ ჯერეთი არ შეიძლება არგუმენტად მოიყვანოთ გაყალბებული არჩევნები ივანიშვილის და მეორე არ შეიძლება რომ აქ დაგავიწყდეთ გილაურის 40 მილიონი და 0.1%, რომელიც აი ზუსტად ეს იყო მთავარი, რომ 0.1% უნდა ყოფილიყო განსხვავება და ნაციონალური მოძრაობაზე წინ უნდა ყოფილიყო აუცილებლად რომელიღაც სხვა ოპოზიციური პარტია, ხო? ამიტომაც ახლა აქ არ შევალ, ბევრჯერ მისაუბრია მე მათ შორის ამ თემაზე და ჩემ შეფასებებზე, ამასთან დაკავშირებით. თუმცა 2024 წლის შემდეგ, ამ ბოლო არჩევნების შემდეგ, მე ასევე ვიცნობ ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც 2024 წლის არჩევნებზე დაბნეული იყო ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში, ზუსტად ამ წამოსვლების გაყოფის და შემდეგ და რომლებიც დღეს უფრო მყარად არიან ჩამოყალიბებული და ხედავენ რეალობას. ანუ დაიბრუნეთ თქვენი ამორჩეველი, ვინც წაიყვანა გვარამიამ და მელიამ. იცი რა, გვარამია მელიამ წაიყვანა, ცოტა ესეთი იქნება უბრალოდ მე სულ ვიმეორებ და მინდა რომ ეს გავიმეორო, რომ მიშას თავარი პრობლემა ჩემი აზრით არის ის, რომ ძალიან ხშირად ბევრად უფრო მიმტევებელი ადამიანი არის ვიდრე მე და ძალიან ხშირად ცდილობს რომ არ თქვას ბოლომდე სიმართლე, იმიტომ რომ მას ეს ესე უყურებს პროცესებს, რომ თავარი არის ამ ქვეყნის გადარჩენა ეხლა და არა შიდა კინკლაობა. ჩემთვის ჩემი აზრით თუ ჩვენ გვინდა რომ გამარჯვების გზაზე ვიაროთ, ნაციონალური მოძრაობა განსაკუთრებით დაიბრუნოს თავისი ამომრჩეველი, ხო, ეს თავისი გაფანტული ამომრჩეველი გაძლიერდეს კიდევ უფრო მეტად და კიდევ უფრო ძლიერი იყოს პოლიტიკურ ველზე და ძლიერის პოზიციიდან ილაპარაკოს. ამისთვის უნდა მიხედოს საკუთარ თავს ამ ხელოვნური ალიანსების რაღაცის ძევალი არ იყოს. მაშინ გამოდით რაღაც რჩევით. არა, ეხლა მე ჩემი პოზიცია ვკითხარი, ჩემი გადაწყვეტილება რო ყოფილიყო, საერთოდ არ შევიდოდით მანდ თქო, მაგრამ ნუ პარტიის მიღებული გადაწყვეტილება არის და ეხლა პარტიის გადასაწყვეტი და მიხეილ სააკაშვილის ესეც, მაგრამ ეხლა ეს რაღაცა ესეც ძალიან არასერიოზული არის რაღაც და დემარშები და გამოსვლები და ჩვენ ბევრჯერ გვითხოვს და კიდევ ვიმეორებთ, რომ ყველგან ვიქნებით მიუხედავად ამ არასამართლიანი დამოკიდებულებისა, სადაც ჩავთვლით, რომ რაღაც ძალისხმევი გადის. არაფერი შედეგი მოიტანა ერთობამ რა აზრი აქვს ხო იმ ერთობას და თუ იქ ერთმანეთის ჭამა გაგზელდა ერთმანეთზე თავდასხმები, აგერ ამით პროპაგანდა სახელმწიფო სარგებლობს და ყოველდღე სიუჟეტებს გიძღვნით, რომ აი დასცხეს ერთმანეთს. აი, პროპაგანდა რას იტყვის ეს საერთოდ ნაკლები ის არის თავიანთი თავს მიხედოს ქართულმა ოცნებამ, ხა ლილუაშვილი უზის ციხეში. ეს თავდაცვის მინისტრი უზის ციხეში, ღარიბაშვილი ციხეში უზის და ნახევარზე მეძე ვინც 14 წლის განმავლობაში ამ ქვეყანას მართავდნენ, გითხრეს რომ თურმე კორუმპირებულები ყოფილან და ხელსაყრელებს მართავდნენ და საქართველოს მოქალაქეებს პარავდნენ და ეხა ქართულ ოცნებას ოპოზიციას სალაპარაკო რა აქვს, აგრე მდინარაძე 6 თვეში გენერალ-მაიორი გახადეს და ერთ დღეში მოისროლეს მერე სუსის უფროსი კაცი ისე რომ
დამშვიდობების შესაძლებლობა არ მისცეს საკუთარ თანამშრომლებთან. ამიტომაც ქართული ოცნება ამას ვერასოდეს ვერ გაიგებს, იმიტომ რომ მიუხედავად სხვადასხვა იმისა, რაც ხდება ოპოზიციურ ფლანგზე, ეხლა თუნდაც ალიანს და აი ამ პოლემიკის ესეც დემოკრატიის ნაწილი არის და ჯანსაღი პროცესების ნაწილი არის. შეიძლება არასასიამოვნო იყოს, ეს არასოდეს არ მოხდება ქართულ ოცნებაში, იმიტომ რომ ქართულ ოცნებაში არის ერთი ბიძინა ივანიშვილი და მე ყველა ლაგდება და ყველა მონას მან თქვია ერთი სახელი ბიძინა ივანიშვილი იმეორებს იმას, რასაც ბიძინა ივანიშვილი ეთქვის. ამიტომაც ეს განსხვავება ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ სპექტრს შორის არის. ნუ იქ ის მე სამაგიეროდ ერთიანი სხეული არის და ბრძოლაში ეს დისციპლინა უფრო მუშაობს ასე. ხო, ნუ დისციპლინა არის ის, რაც ყველაზე რთულია ოპოზიციურ სპექტრში, იმიტომ რომ დისციპლინა არის რაც ყველაზე ძალიან აკლია ოპოზიციურ სპექტრს, ზოგადად ეს რთულია ოპოზიციაში, როდესაც ხელისუფლებაში ბევრად მარტივია. ოპოზიციაში არის ბევრად რთული, იმიტომ რომ ადამიანები ამ ბრძოლაში არიან ყოველგვარი რესურსის გარეშე. ხო, ამ ბრძოლაში არიან, რა ვიცი, ყოველგვარი ყველაფრის გარეშე და აქ რაღაცა კაც რკინისებურ დისციპლინაზე ილაპარაკო რთული. ახლა მე თვითონ პარტიის თავმჯდომარე ვარ რეგიონში და ვიცი ეგ რა არის და გამომიცდია. ხო, მე მესმის ეგ ყველაფერი ხო პრობლემები გასაგებია, ობიექტური პრობლემებიც არის, მაგრამ აი ამ ალიანსის და სააკაშვილის იმას რომ დაუბრუნდეთ, ასე თქვათ, დამოკიდებულებას სულ შეხსენება ეხლა რომ აი თქვენ გამიყავით პარტია, აი 40 მილიონის, გილაურის, ამბავის, ასე შემდეგ, ხო? ეს რისი მომტანია საბოლოო ჯამში, ხო, რაში ჭირდება სააკაშვილს ამ თქვენ? ეს უნდა კითხოთ მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ მე მგონია ჩემი აზრი არის. ვიღაცებთან შეიძლება მართალი იყოს, იმიტომ რომ ვიღაცები მართლა თავისი სურვილით წავიდნენ პარტიიდან, ხო, მანამდე, ხო, ეხლა მაგრამ ეხლა მელია ფაქტობრივად გადატრიალება მოუწყვეთ პარტიაში. ეხლა მელიას დააბრალო რომ შენი სურვილით წახვედიან ივანიშვილის დავალებით, ხო? თან წარმოგიდგენთ ეხლა რასაბოს სააკაშვილი რომ იმედია ბოკერიას და სხვებს ეუბნება რომ თქვენო ივანიშვილის დავალებით გამიყავით პარტიაო და თუ ივანიშვილის დავალებას ასრულებდნენ, ან გილაურიო ივანიშვილის დავალებით აფინანსებდა ახლებსო და თუ ივანიშვილის დავალებას ასრულებდნენ, მაშინ მათთან როგორი პარტნიორები, ხო? ნახე, ბევრი კითხვა იყო და მე მინდა რომ ყველას გავცე პასუხი და თუ რაღაც მაგრამ ამაზე განსხვავებით მელია თავისით არ წასულა, ხო? ეხლა კაცი თავმჯდომარე იყო და შიდა გადატრიალება მოუწყვეთ. დავიწყოთ ამ თემით. აი ამ თემით დავიწყოთ მელიასთან დაკავშირებით, ხო? პირველ რიგში აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი პოზიციები ალბათ გამახსოვრება თქვენს და ემახსოვრება ყველას, როდესაც შიდა ამბავი დაიწყო. მე ვიყავი იმ ადამიანებს შორის, რომელსაც ვთქვი, რომ არ შეიძლებოდა ამ ამბების ესე საჯარო დაწყება და ვთქვი, რომ მე საერთოდ არც ერთ მხარეს არ ვიქნებოდი, არც ერთ მხარეს და არც მეორე მხარეს და საერთოდ არ ვაპირებდი, რომ ამ შიდა გარჩევებში მონაწილეობა მიმეღო და მთელი ეს შიდა საარჩევნო კამპანია მე გავატარა ესე მიუხედავად იმისა, რომ ერთ მხარესაც ჩემი მეგობრები იყვნენ და მეორე მხარესაც იყვნენ ჩემი მეგობრები, რადგან ვთვლიდი, რომ ყველას ორივე მხარეს უნდა ყოფნოდა იმის შეგნება, რომ თავარი არის პარტიული ინტერესი, ხო? ნუ ხა როგორ დაიწყო და რანაირად დაიწყო და რამდენად სამართლიანი იყო ეს ძალიან შორს წაგვიყვანს და მე ვთვლი რომ ეს არის პარტიის ისტორია და ამაზე კიდე ცალკე წიგნიან მონოგრაფია დაიწერება საერთოდ ნაციონალური მოძრაობის ისტორიაზე და მე ვთვლი რომ ძალიან საინტერესო იქნება სხვათა შორის, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი პარტია, რომელიც ხელისუფლებაში იყო და ოპოზიციაში 14 წლის განმავლობაში გაძლო მიუხედავად რეპრესიებისა, უნიკალური ისტორია აქვს და ძალიან საინტერესო არის მისი შიდა ისტორია, ხო? მაგრამ რეალობა იყო ესეთი, რეალობა იყო ის, რომ იმ ფორმით მე არ ვთქვიდი, რაც დაიწყო არჩევნების მოთხოვნა ესე უნდა დაწყებულიყო ამ ფორმით, იმიტომ რომ ვიცოდი ამას რა შედეგები შეიძლება და მოყოლოდა, მაგრამ შემდეგ უკვე განვითარებულმა მოვლენებმა მე ისიც მანახა, რომ არც ნიკა იყო სწორი, იმიტომ რომ მე ნიკასთან ძალიან ბევრი კომუნიკაცია მქონდა და მე ვეუბნებოდი, რომ ნიკა, მეც პარტიის თავმჯდომარე ვარ სამეგრელოში და მე რო იქ ვიღაცამ რა ვიცი გადამაყენოს და მითხრა არჩევნები წავაგო, ხო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ამ პარტიიდან უნდა წავიდე, იმიტომ რომ ამ პარტიაში შეიძლება თავმჯდომარეები იცვლებიან მაგრამ პარტია რჩება. შესაბამისად ესეც არა ფორმასაც რა, ახლა ჯერ ერთი მოდი ესე ვთქვათ, რომ შიდა არჩევნები წააგო. ხო, წააგო 24,000-მა ამომრჩევლმა მისცა ხაბეიშვილს მაშინ ხმა. თუმცა 40% ხო, გასაგებია რომ ეხლა უკან ვარ ყოფილიყო კეზერაშვილის იქნებოდა თუ მიშას სურვილი ეგ არ მოხდებოდა. არა, ძალიან არასწორად ვარ, ხა ჯერ ერთი რა კეზერაშვილის ფაქტორი კიდე ცალკე სალაპარაკო თემა არის ჩემი აზრით, რომელზედაც რაღაც ტაბუა დადებული ჯერჯერობით და ესე ველაპარაკოთ, მაგრამ რა კეზერაშვილი ხალხო ხა კეზერაშვილი არ შემოსულა ხაბეიშვილის დროს პირობითად ამ ურთიერთობებში. შემოვიდა მელიას დროს, ძალიან დიდი ბოდიში. რომელზეც მე ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული წარმოდგენა მაქვს კეზერაშვილზე, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობ საერთოდ, მაგრამ ნუ არ ყოფილა ესე. მეორე, ხა სად არის აბა კეზერაშვილი?
მაინტერესებს ვინ ნაციონალურ იდგა მოძრაობაში მაშინ ხაბეიშვილის უკან? ხაბეიშვილი თავისი მარტო თავისი პრობლემები ვერ მოაწყობს არა, მე რა პრობლემა ხა მე ხო ამაზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ მაგითო თქვი ზუსტად რომ ჩვენ ხა იმაზე ვილაპარაკოთ, რა პრობლემები იყო პარტიაში, რა პრობლემები ქონდა მელიას, როგორ იყო მელიას დამოკიდებულება მიშასთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხა იქ ძალიან შორს აღვიყვანს და საერთოდ სხვა რაღაცა არის. ანუ მიშა მოუწყვე გადატრიალება. რა მიშა რა შუაშია საერთოდ ხა მიშას გადატრიალება მოუწყვე თქვენ მართლა გონიათ რომ აქ ვიღაცებს მართლა გუსმენდი რამდენიმე დღის წინ და ძალიან გაუბრაზდი მაგაზე რომ ისეთი ადამიანები ვინც მიშამ გამოზარდა და მიშას რესურსით გაიზარდნენ. პირდაპირ მნიშვნელობით ანაწითლიძეს უდიდეს პატივს მიშას მიუხედავად იმისა რომ ბევრ რაღაცაში არ ვეთანხმები და კამათავთ ხშირად. ხო, მაგრამ უკაცრავად რა. მე ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის არ ყოფილა და ნაციონალური რესურსებით არ მისარგებლია და არც მიშას პიროვნული რესურსებით. ნახე და ისეთი ადამიანები ვინც გამოზარდა ნაციონალურ მოძრაობაში მიშამ იმ 9 წლის განმავლობაში და იმ 14 წლის განმავლობაშიც მე ის ადამიანები გამოდიან დღეს და მიშაზე იძახიან ერთპიროვნული მართლია და უკაცრავად ეხა მართლა ბევრია ესეთი აი იმ დღეს დავწერე აი ლემონჯავა რო გამოვიდა ეხლა კოალიციის ერთ-ერთი ხა ლემონჯავა ყველაზე პატარა ჭანჭიკია იმ ყველაფერში, მაგრამ მათ შორის მისი ისინიც, რა ქვია, ლიდერებიც, რომელი არ არის ოპოზიციურზე მიშას გამოსილი, რომელმა არ ისარგებლა მიშას რესურსით, რომელმა არ გაძარცვა მიშა და მე ისევ ჯერ ისარგებლეს მიშას რესურსით, კაპიტალი დაიგროვეს. მოდი ესე არა მიშას გამოზარდა შევარდნაძე. არა რასპეუნებ. და მე შევარდნაძე დაამხო. მადი არის იყო ორბანთან და მე ორბანი მაშინ ეგუნდა, ნახე, ჯერეთი ვერ შევადარებ. ამას დავასრულებ, ჯერეთი ვერ შევადარებ. შევარდნაძის და მიშას ურთიერთობას მე იმ ურთიერთობას არა თუ გამოზრდაზეა თუ ვინმე გამოზარდა მიშა გამოზარდა შევარდნაძე მე ხა პოლიტიკაში მოიყვანა და აწინაურა მისა დანიშნას ვერ ვიტყოდი ერთი პოლიტიკაში მოყვანა საერთოდ სხვა რაღაცა არის და მიშასთან აი მიშას გამოზრდილს რო ვიზახი აგ გულისხმობ ყველა კომპონენტს საერთოდ და პოლიტიკაში ვიღაცა შეიძლება მოგიყვანოს და ხელი შეგიწყოს ეგ საერთოდ სხვა არის ეხლა რა შეეხება იმას რომ მე ხო და მაშინ და ითქვას ეს მე რა პესი არ მოსულა ანუ ის ადამიანები ვინც ყველა მაგრესურსით ისარგებლეს ეხლა დღეს გამოდიოდნენ და მიშას ერთპიროვნულ ლიდერს ეძახდნენ უკაცრავად მიშას მმართველობის პირობებში იყვნენ მინისტრები და მაშინ არ ახსოვდათ მიშას ერთპიროვნული ეს რა ქვია ლიდერობა და ეხლა გაახსენდათ როდესაც თვითონ უნდათ რომ ამ ყველაფერში იყვნენ თავიანთ ეგოებს ვერ იკმაყოფილებენ არ არის ეგ სამართლიანი უბრალოდ ხო მიშასთან მიმართებაში მაგრამ ეხლა მე არ შევდგები იმის განხილვას იქ მელია როგორ წავიდა რატო წავიდა და ასე შემდეგ მე კი ვთვლი რომ არასწორად დაწყებული პროცესი იყო რამაც საბოლოოდ ეს ყველაფერი აქამდე მიიყვანა თუმცა ორივე მხარე არ იყო ამაში სწორი პირველი მხარე იმაში რომ არასწორი ფორმით დაიწყო და მე მაშინაც ეგ პოზიცია ვქონდა და მეორე მხარე იმიტომ რომ ადამიანები ვერ მიხვდნენ პოლიტიკაში რომ საკუთარ ეგოებზე უფრო მნიშვნელოვანი მე რა რო წააგო არჩევნები და პარტიაში არჩევნები რო წავაგო მე ეხლა და არ ვიყო არსად ამის გამო თუ ღირებულებებისთვის და ფასეულობებისთვის პარტიიდან უნდა წავიდე არა მით უმეტეს პრაგმატულადაც რო შეხედო პოლიტიკა ისეთი რაღაცაა შეიძლება იხა არჩევნები წააგო და ეს ერთ წელიწადში ისევ მოიგო და დაუბრუნდა იგივე პოზიციას ამიტომაც არ ვთვლიდი მე რომ აი ამ ფორმით უნდა მიიღოთ მაშინ გადაწყვეტილება პარტიიდან წასვლის მით უმეტეს გაუგებარი ხან ვანო მერაბიშვილს ახსენებდნენ პარტიის თავმჯდომარედ მოდის და ხან სად არის დღეს კეზარაშვილი და ვანო მერაბიშვილი მაინტერესებს ნაციონალური მოძრაობა დღეს რომ ისეა დარჩენილი ყველაფრის გარეშე რა კულისებში რომელ კულისებში ახლა ვანო მერაბიშვილის კულისებში თამაში ის იყო რომ ვანო რო სადღაც შემხვდეს ვიცნობ ნანახი მყავს ორჯერ და გამარჯვებას ვეთქვი მე რა აი რაში ეტყობოდა ეს მაშინაც ხო ეს აგორებული იყო ეს რამაც კარგად იმუშავა სხვათა შორის ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ და ნაციონალური მოძრაობის პრობლემაც ის იყო რომ არ გამოდიოდა და ხმამაღლა ამას არ განმარტავდა ხო ამიტომაც ეხა ხო ნახე საქართველოს მოქალაქეებმა ეს რომ ყველა ის გამოგონილი ბრალდება იქ ხან კეზერაშვილზე და ხან იმაზე რა ქვია ვანო მერაბიშვილზე მასე რა ვიცი კეზერაშვილი ოპოზიციურ სპექტრში დღეს ვინც არიან ალიანსში ბევრ ადამიანთან მეგობრობს და ბევრ ადამიანთან აქვს დღეს საერთოდ არის სადმე პოლიტიკაში არა მე არ ვიცი საერთოდ აი ესეთი ადამიანების მთავარი ფუნქცია რა არის ხოლმე ხო ნახულობ რომ აი ესეთი კრიზისი რო არის და კრიზისში რო არის ყველა როგორც არის პოლიტიკური სპექტრი აი როგორც გილაური აურთქდა და კაცჭმა ვერ დაინახა იმ 40 მილიონის შემდეგ ხო ესე აურთქდებიან ხოლმე გამოჩნდებიან მაშინ, როდესაც რაღაცა შესაძლებლობას ნახავენ, რომ აი და მაშინაც ყველაზე ცუდი რა, ყველაზე ამიტომაც არის ივანიშვილმა ყველაზე ცუდი რა გააკეთა, ყველაზე ცუდი ის გააკეთა, რომ პოლიტიკური პარტიების ისე მოკლა, ისე შეუზღუდა ყველა ფინანსური რესურსი რეალურად, ხო? რომ მერე უბრალოდ იძულებული ხდებიან პოლიტიკური პარტიები, რადგან ამ ქვეყანაში ყველაფერი გადაკეტილია, ხო? როდესაც რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, რომ აი თანამშრომლობა მოუწიონ რაღაცა ამ ტიპის ადამიანებთან. ეხლა კეზერაშვილი მე არც არჩევნო კამპანიაში მინახავს პირდაპირ
უფრო შემიძლია და კიდევ ვიზახე რომ კიდე ცალკე სალაპარაკო თემა არის, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობაში ცალკე განსახილველი ამბავი არის, მაგრამ ნუ რა ვიცი, ალიანსის ბევრ ადამიანთან მეგობრობს, მაგრამ რატომღაც ეგ აქცენტი რაც ნაციონალურ მოძრაობაზე იყო მაშინ გაკეთებული, მის სახელით არ მეორე ნაწილი იყო ჩემი კითხვის, რომ დღეს რა აზრი აქვს, ეხლა ისევ თავიდან შეხსენებას, მიშა რა ვიცი, ყველა პოსტში ახსენებს, რომ აი თქვენ გილაური, თქვენ პარტია გამიყავით, თქვენ თან ივანიშვილის დავალებითო და თუ ეს ხალხი ივანიშვილის დავალებით მოქმედებდა, ბოკერია თუ ივანიშვილის დავალებით მოქმედებდა, არ ვიცი, მელია და გვარამი ივანიშვილის დავალებით მოქმედებდა, მაშინ მართლა რა აზრი აქვს ამ ერთობას, ხო? თუ ასე უყურებთ, ასე ფიქრობთ. ეს კითხვა არის მიშასთან. ხო, რა თქმა უნდა, მიშასთან არ მაქვს გიპასუხო, ხო, შეიძლება მიწერო და გიპასუხებს. მე შემიძლია გიპასუხო, მე როგორ წარმომიდგენია. მე მგონია, რომ აქამდე ამის ართქმა, აქამდე ამის ამ ყველაფერზე ხელის დაფარება იმ მოტივით, აბსოლუტურად გულწრფელი მოტივით, რომ ეხლა მთავარი არის საერთო ბრძოლა, რეალურად არის ის, რაც აქამდე მიგვიყვანა. ჯერ ნაციონალურ მოძრაობას და შემდეგ ეს ქვეყანაც. და ერთ რამეში ხარ სწორი, თუ გვინდა რომ რეალური თანამშრომლობა შედგეს, მაშინ ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაიცეს. პირად ურთიერთობებშიც უნდა გაიცეს, მაგრამ პირად ურთიერთობებზე უფრო მეტად ამ ყველაფერს საჯაროდ მათ შორის ოპოზიციურ რაუნდში უნდა გაიცეს პასუხი და შემდეგ შესაძლებელია რომ მეტნაკლებად რაღაცა თანამშრომლობა რაღაცნაირი შედგეს. იმიტომ რომ თუ ამას ერთმანეთში არ გავარკვევთ, მაშინ ყოველთვის იქნება რომ იქ ხან ვიღაცა რაღაცას იტყვის, ვიღაცა რაღაცას წამოაძახებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომაც ვფიქრობდი მე, რომ არ იყო საჭირო ამ ალიანსებში. შენი პროგნოზი როგორია? ეს ალიანსი გაძლებს არჩევნებამდე? ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს მე რას იზამს ეს ალიანსი. კიდევ ვიმეორებ, რომ მიუხედავად ჩემი სკეპტიკური დამოკიდებულისა, მე გულშემატკივრობ მაინც ამ ალიანსს და იმედი მაქვს, რომ საკუთარ თავში იპოვიან ძალას, რომ გაარჩიონ ერთმანეთისგან პრიორიტეტული და არაპრიორიტეტული საკითხი, უფრო მეტი კონცენტრირება ქონდათ იმ საჭიროებებზე, რაც აქვს საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოს მოქალაქეებს საერთოდ არ აინტერესებთ ალიანსის განცხადება სააკაშვილზე. აი ხა რომ გავიდეთ აქ და ვკითხოთ, აბა თუ მე მკითხრათ საერთოდ რა არის, რაზე ლაპარაკობს ალიანსი. ხო, ამიტომაც ვისურვებდი, რომ ამის გაცნობიერება შეძლონ და არ არის ეს ჩემი ინტერესის სფერო და არც ვთვლი, რომ განსაკუთრებულად ნაციონალური მოძრაობის ინტერესის სფერო უნდა იყოს. ნაციონალური მოძრაობამ უნდა გადაწყვიტოს, თავისი გზა აირჩიოს და ამ თავის გზაზე გაძლიერდეს, ან არ ვიცი, იყოს იმ ალიანსში ისე როგორც არის, როგორც ახლა არის, ხო? თქვით რომ არანაირ დემარშს ამ ალიანსში არ ვაპირებთ და პერსპექტივას რაში ხედავ მაშინ ბრძოლით? ხო, უნგრეთის არჩევნების შემდეგ ბევრს გაუჩნდეს მოსაზრება, რომ აი ოპოზიციის ერთობა კი არა, რაღაცა ერთი ლიდერი არის საჭირო, რომელიც გამარჯვებულად მიგვიყვას, მაგრამ თქვენ ლიდერი ციხეშია, ხო? სხვას რა პერსპექტივას ხედავთ აქ? როგორ უყურებ პროცესებს? არა, როგორ უყურებ პროცესებს ხელისუფლების დამარცხების? ხელისუფლების დამარცხების რა გზით შეიძლება დღეს ამის საერთოდ იმედი თუ გაქვს? ჩანს თუ არა რამე პერსპექტივა? იმედი რო არ გქონდეს ამ ბრძოლაში ვერ ვიქნებით და იმედი მაქვს, კი არა, დარწმუნებული ვარ. უბრალოდ აქ არის დროის საკითხი რეალურად, ხო? და ყოველი დაკარგული დღე ჩვენთვის არის პრობლემა და ეხლა მესმის რომ 14 წელი ადამიანებისთვის ძალიან დიდი დროა ასევე, ხო? ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებისთვის, მაგრამ ისტორიისთვის ეს 14 წელი რეჟიმს როცა ეწევ რეალურად არაფერი არ არის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თავი უნდა ვიმშვიდოთ ეხლა და კიდე 14 წელი ველოდოთ ბიძინა ივანიშვილს ამ ხელისუფლებაში. ოპოზიციის მთავარი გამოწვევა ჩემი აზრით არის ის, რომ მე არ უყურებ ესე, რომ ეხლა რაღაც უნგრეთის მაგალითის კოპირება საქართველოზე ძალიან სპეციფიური არის. საქართველოს ბევრი სხვა ასპექტი არის საქართველოში აბსოლუტურად განსხვავებული, მათ შორის უნგრეთისგან, ხო? ეხლა ესე ვერ ვიტყვით, იქ გაამართლა, აქ რა არის. თუმცა ბევრი საერთო არის, მათ შორის ესე გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია. ოპოზიციის მთავარი ამოცანა რაღაც ლიდერის ძებნა კი არ უნდა იყოს. მე რა, ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ ჯერ ერთმანეთთან უნდა იყვნენ მართლები, ჯერ ერთმანეთთან უნდა დაამარცხონ საკუთარი ეგოები და შემდეგ უნდა შეძლონ ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ბრძოლის უნარი და სტრატეგია დაუბრუნონ. ყველაზე დიდი ეგო ოპოზიციაში აქვს სააკაშვილის. სააკაშვილის მასშტაბიც უფრო დიდია, ამომრჩეველიც უფრო დიდია. ამ ეგოს დამარცხება რამდენად გამოვა? არა, სააკაშვილს არასოდეს კიდევ ვიმეორებ, ეს ძალიან არასწორი მითითება არის სააკაშვილსა და ნაციონალურ მოძრაობაზე მე რა. იმიტომ რომ 14 წლის განმავლობაში ნაციონალურ მოძრაობას ძალიან ბევრი უსამართლო თავდასხმა მოუთმენია საკუთარ თავზე. მიშა სააკაშვილს მოუთმენია ძალიან ბევრი უსამართლო თავდასხმა. აუცილებლად უნდა კითხო კიდევ ერთი განცხადება სააკაშვილის, რომელიც ეხებოდა კოალიციურ მთავრობას. აქამდე ოპოზიცია ასე პოზიციას
პოზიციონირებდა, რომ აი მარტო ნაციონალურ მოძრაობა არ დაბრუნდება ხელისუფლებაში, ჩვენ ყველანი ერთად ვიქნებით და იქნება კოალიციური მთავრობა და სააკაშვილი ეგრე გამოდა თქვა და რისი კოალიცია რა კოალიცია, არანაირი კოალიცია. ანუ აზრი გამოხატა, მერაბ, ან ნახე, ადამიანმა აზრი გამოხატა და თქვენ ახლა გინდათ რომ მე ანუ მიშამ აზრი გამოხატა და ანუ მე ხო მიშას ჩემი აზრი შემიძლია, ხო, ჩემი აზრი შემიძლია რომ მიშამ ეს რატო დაწერა, ამას მე ვერ ახსნი, ხო? ანუ ეგ პოზიციაა. არა, პარტიაშიც ეგრე ფიქრობ, რომ კოალიცია არ უნდა იყოს. ნუ პარტიაში ბევრი განსხვავებული აზრია ხოლმე, ხა დიდი პარტია არის და დიდ პარტიაში ყოველთვის განსხვავებული აზრია, ხა ვიღაცები არიან, ვინც კოალიციას პარტიული პოზიცია ხო არსებობს ამ თემაზე. ვინც ნახე, ყველა ნებისმიერ ესეთი საკითხი კოალიციური მთავრობა უნდა იყოს თუ ერთპიროვნული მმართველობა რომელიღაც იმის, ეს არის აი რაღაც როგორი საკითხი, იცით, რომ ისეთ რაღაცაზე ვჯელობთ, რაც ეს საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ. როდესაც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მოვიპოვებთ, მე უნდა გადაწყვიტოს საქართველოს მოქალაქეებმა კოალიციური მთავრობა უნდათ და ამ შემადგენლობით მისცემენ ხმას პოლიტიკურ პარტიებს. თუ უნდათ ერთპიროვნული მმართველი, და ამ შემადგენლობით მისცემენ იმას, რა ვიცი, ახლა მადიარზე ვინმე შეუძლია თქვას, რომ ერთპიროვნული მმართველია და დიქტატორი მოვიდა მან. ხო, არ ყოფილა იმით. ხო, მაგრამ მე შევთქვა, რომ კოალიციური მთავრობა არის ცუდი ზოგადად და ნუ კოალიციური მთავრობას აქვს თავისი პლუსები და აქვს თავისი მინუსები. კოალიციური მთავრობა აზღვევს ძალაუფლების კონცენტრაციას, აზღვევს იმას, რომ ძალაუფლება არ იყოს ერთი კონკრეტული პირის ხელში, მაგრამ კოალიციური მთავრობაში ის რომ გადაწყვეტილების მიღება ბევრად რთულია, ხო? მათ შორის კორუფციული რისკები ბევრად რთულია. თეობით შეიძლება მით უმეტეს ახლა ისეთი ქვეყნისთვის, სადაც სწრაფი რეფორმები ჭირდება იმისთვის, რომ რაც ივანიშვილმა გააკეთა 14 წლის განმავლობაში უბედურება დამართა ამ ქვეყანას, სწრაფად გამოვიდეს ამ ყველაფრიდან, ხო? ამიტომაც შესაბამისად ამ ლოგიკას თუ მივყვებით, ამ ლოგიკის შესაბამისად მიშა სტატუსის გასაგებია, მაგრამ ახლა ეს არ ნიშნავს, რომ აი როგორ შეგიძლია რომ დღეს წინასწარ ვთქვათ, მინუსები შეიძლება ვთქვათ კოალიციური მთავრობისა და ვთქვათ ასევე ერთპიროვნული მმართველობის. ნუ ერთპიროვნული მმართველობა არ ქვია, ერთი უმრავლესი, ხო? ნუ ერთპარტიული უმრავლესობით, ხო? ანუ ერთი პარტიის მმართველობაც ეს ხო არ ნიშნავს იმას, რასაც იგულისხმება ახლა მიშამ, რომ მათ ერთპარტიული მმართველობაც იქნება. არის ხო ოპოზიციურ პარტიებსაც თავისი წილი ცხადია, რომ ესეთ იმაში, რა ქვია, საპრეზიდენტო რესპუბლიკა რა ნიშნავს იმაში, ან საპარლამენტო რესპუბლიკა დემოკრატიულ ქვეყანაში რა ერთპარტიული მმართველობაა. უბრალოდ რომელიღაც პარტიას აქვს უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ გადაწყვეტილებები მიიღოს მათ შორის მხოლოდ საკუთარ პარტიაზე დაყრდნობით, ხო? ამიტომაც ამაშიც რაღაცა იმის ძებნა, რომ რაღაცა კატასტროფა თქვა და ასე შემდეგ. ოპოზიციის მთავარი შეთავაზება ამ მრჩევლისთვის იყო ეს, რომ ახლა იქნება პირველად კოალიციური მმართველობა და ამ იდეას ყიდდა, ასე ვთქვათ, ამ მრჩევლებს. ახლა გამოხსნა, რომ ერთ-ერთი მთავარი წევრი ალიანსის ამბობს, რომ არა. ხო, მაგრამ ნუ მიშაც ალბათ ამ გამოცდილებამ რაღაცები ანახა, ხო, ამ ბოლო მის განმავლობაში მათ შორის ოპოზიციურ პარტიებში ურთიერთობა. მე ხარ როცა ერთი საკითხი რო გადაწყვიტონ, სამი თვე ჭირდებათ. ერთი ფლაერის ტექსტზე რო შეთანხმდნენ, 6 თვე ჭირდებათ და რა ვიცი, ახლა ამ პირობებში გასაგებია მისი პოზიცია რას უყურებს. იმიტომ რომ თავარი ჩვენ ბიძინა ივანიშვილი მარტო აი ამ რეპრესიებით კი არ გვიგებს, ბევრი რაღაცით უგებს ოპოზიციას და მათ შორის უგებს აი ზუსტად ესეთი აი არაორგანიზებულობით მათ შორის და იმით, რომ ელემენტარულ საკითხებზე შეთანხმებისთვის თვეები ჭირდებათ უბრალოდ პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და საქართველოს მოქალაქეებს შედეგი ჭირდებათ სწრაფად. საქართველოს მოქალაქეებს ჭირდებათ ნახონ, რომ პოლიტიკური ლიდერები იმაზე კი არ არის ერთმანეთს განცხადებებით კი არ ელაპარაკებიან, ეს რაღაცა წარმოუდგენელი ამბავი არის, განცხადებებით ელაპარაკებიან. შემავალი პარტიები ალიანსში ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ განცხადებით. ანუ ეს არ ჭირდებათ საქართველოს მოქალაქეებს. საქართველოს რატომ უნდა იბრძოლოს დღეს საქართველოს მოქალაქეები, თუ შენ გიყურებს, რომელმაც ზუსტად იცის რა ხდება ქვეყანაში. რატომ უნდა გიყუროს, თუ შენ გიყურებს რაღაც ოპოზიციურ გაერთიანებას, რომ რაღაცა ერთ კონკრეტულ საკითხზე ვერ შეთანხმებულ ხარ 6 თვის განმავლობაში და გავიმეორებ, რომ არ მჯერა მე ჩემი პატივისცემა ყველას, მაგრამ პრესკონფერენციებით ჩატარებული იმის ბრძოლის ხაზის და ბრძოლის ველის მე არ მჯერა. აბა რას უნდა აკეთებდნენ? ხალხთან უნდა იყვნენ. აი გარეთ რო იყოს ახლა მიშა. ვიღაცას მოსწონს არ მოსწონს მიშაც არა აქვს მნიშვნელობა. აი ყველამ ვიცით როგორი იქნებოდა ის. ხო, აი რასაც აკეთებდა ხაბე და რის გამოც ის იყო ციხეში, მათ შორის სწორად აწერა მიშამ, რომ ეს იმედი დაუბრუნა. ხო, რაღაცა გამარჯვების ხალხს და ეს мотиваცია მისა ხალხთან უნდა იყო. აი მე ხშირად დავდივარ მეტროთი დავდივარ, ავტობუსით დავდივარ და რეგიონიდან ვარ და იქ ზუგდიდში ცხოვრობ. წარმოდგენა არ აქვს ხალხს რაზე ლაპარაკობს აქ ოპოზიცია. იქ მუშაობს პროპაგანდა და მუშაობს სწორხაზოვნად ადამიანებში და ამ დროს უყურებს, რომ ოპოზიცია არის რაღაცა სხვა რაღაცა თუ ამ ადამიანებთან არ მიხვალ, თუ ამ ადამიანებთან ისე კი არა, რომ ყველაზე დიდი რაც ყველაზე ძალიან მაღიზიანებს ხოლმე და
და ხშირად ქონია ეს კამპანიას რო ვატარებ ხოლმე, რო ჩამოდიან თბილისი და ლიდერები, რომ ფოტოს გადასახებად რომ მოდიან ხოლმე, რომ ფოტო გადაიღო და სელფი გადაიღო. არ არის ეს გამარჯვების გზა. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გნახონ, რომ შენ მათნაირი ხარ. შეგიძლია მათთან მიხვიდე, მათი გასაჭირი გაიზიარო, მათთან იყო დაგინახონ, რომ აი ამ აი ეს მანქანა, რომელიც მათ ებრძვის, მარტო არ არის ლიდერი მასთან ერთად, ვინც მას კონკრეტულ სიტუაციაში დაიცავს და მარტო ოპოზიციას არ ყავს ლიდერი, სახალხო ლიდერი არ ყავს ოპოზიციას. ეს სახალხო ლიდერი, არის რა თქმა უნდა ამის პრობლემაც, მაგრამ ეს ხო რაღაც მე არ ვარ მომხდარი რაღაც ერთი გამოკვეთილი იმის, რა ქვია, ლიდერის მერებ და ჩემი პარტიაც არ უყურებს ამას და მით უმეტეს მიშა არ უყურებს, რომ რაღაც ერთი ბელადი უნდა იყოს ახლა ბიზნესავი და მიუყვეთ ამას. მიშას პოსტები და მე დამშაშავებელია რომ შეიძლება არ ვიცი რა ანუ რა კონკრეტულ ნაწილში არ ვიცი. საკუთარ თავზე იმდენი აქცენტი გააკეთა. და რა არის მაგაში გასაკვირი რომ საკუთარ თავზე აკეთე ის რომ არა გასაკვირი არა უბრალოდ დამშაშავებელია ის ამბობს რომ მე ვარ ლიდერი და მაგიარეთ რა ის ამბობს რომ მას აქვს შენიშვნები, რეკომენდაციები და მიშა შენიშვნები და რეკომენდაციები ხა მე არ მგონია რომ ამ ქვეყანაში ბევრი არ მეგულება ვისი რეკომენდაციები შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო მეტად ვიდრე შეიძლება იყოს მიხეილ სააკაშვილის. ასაგებია. კარგი, ნახოთ როგორ გამვითარდება ალიანსის ბედი და რას იზამს ოპოზიცია. გაძლევს თუ არა ალიანსი არჩევნებამდე, როცა იქნება ეს არჩევნები, საინტერესო არის. მადლობა. მადლობა თქვენ.